მოგესალმებით, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ უსაშველოებს, ოღონდ ზუსტად მე მგონი მერვე სერია ბოლოა მეორე სეზონი, აი ახლა თან შევამოწმე, ხა პროსტა სპოილერები არ მინდა რომ შემხვდეს რა არსად, მაგრამ მე მგონი მეორე სეზონს ვასრულებთ. რა ვიცი. ჯერჯერობით, რავი, მეორე სეზონი საკმაოდ კარგია. პირველს მე მგონი ჯობია. აი ფინალის მიხედვითაც კიდე ვნახავ. რავი. პროსტა ცოტა ისე მეორე სეზონში იყო ესეთი მომენტები, რომ ძველი პრობლემები რაც იყო ის დააბრუნეს რა. გააგრძელეს ხო მეორე სეზონში პირველი სეზონის არგები და რა ვიცი, მაგრამ აი რაც მართლა მომწონს არის ის რომ უკეთესად გააკეთეს რა. პირველ სეზონში იმენა ისე იყო რომ აი თუნდაც იმ ტარასას თიშურის ამბავი რაღაც შაში გახვეოდა ჩვენიანების გამო და მერე პრობლემა ექნებოდა ჩვენიანებს იმასთან ტარასასთან და ბარიგების ამბავზე კიდე პროსტა განავრცეს, ის უკეთესი იყო რა, ეგ უკეთესად გააკეთეს. ტარასას თიშურის ამბავიც მომწონს ახლა როგორ დახურეს ფაქტობრივად რა, ეგ არ მაგრამ ახაც მონაწილეობას მიიღებენ ბარიგებთან და საკმაოდ ბევრი რაღაც გვაქვს ახლა მოსაგვარებელი. გივის და კესანეს ამბავი, ბარიგების ამბავი, პლუს კიდე Windows-ს ამბავი, ალბათ ისევ დასრულებულია უკვე, შეაცვლევინა ხაჩომჩვენება და მაგრამ ხო, ეს პროჯას და ამერიკის ამბავი ხო ცალკე თემაა. მაგრამ სავარაუდოდ ბოლოში მაგას პროსტა ოღონდ ისე არქნათ, რომ წავიდნენ ყველანი ამერიკაში, პროჯას გაყვნენ, სადღაც ჩააგდონ იმაში რა ქვია, თვითფრინავში, ან გეიმში, ან რა ვიცი სადღაც და მე თქვა რომ ეს უსაშველოები როგორც იციან ხოლმე და ესე პოლიციელები შეუვარდნენ და წაიყვანონ. მაგრამ არა, ეგრე არ იქნება. ის ტიპები ხო იყვნენ რომ ხო მეორე სეზონში რო გამოჩნდნენ შვილები, ჩემი სერიოზულად რომ მაგაზე მოტყუდნენ, მაგრამ რაც თავარია, ეგ არ მოხდეს რომ აი ნახონ რომ მოტყუდნენ და მაგით დამთავრდეს სეზონი. რა ვიცი. აქ რა არის? არაფერი. რავი. ნახოთ. მე მგონი ხო ბოლო სერია. რავი. იმედია უკეთესად დაამთავრებენ, ვიდრე, ზოგადად მე პირველი სეზონის ფინალი მომეწონა, იმიტომ რომ საკმაოდ რეალისტური იყო, საკმაოდ მოსალოდნელიც იყო რა თქმა უნდა ახლა, მაგრამ რაც უნდა ყოფილიყო ის იყო რა. მაგრამ აი მეორე სეზონიც რო იმავენაირად დაამთავრონ, ეგ უკვე ცუდი იქნება. კაი. რა ჭირს ამ კომპიუტერს? და ნახოთ მაშინ. უსაშველოები მეორე სეზონის ყველაფერი ერთდროულად ვარდება. მეორე სეზონის მერვე ბოლო სერია. 3, 2, 1 დავიწყეთ. გიაზდება ნუ. შენად რა გინდა? ესენი. დამიწყნარდი ერთ წუთში, დამიწყნარდი. აკაკი. ხო. ნაღდად ეს იყო ბიჭო. მოიცა. იცნო? კი. არც ჯერე რომ ეს შეიძლება ყოფილიყოს. მიდი ერთი შენ დაქტოვე მიდი. ვატო? დათო.
დაქტოვთ კი არა, ეს თუ არ აი, ძმარა. მომეცი მეთქი აქ. ვინ მოგცა შენ? ვინ მოგცა მეთქი? არც უნდა ქონოდა? ჩემი არ არის. მიდი აქედან. ჩემს არ უთხრა რა. მიდი მეთქი. მამა ჩემს არ უთხრა. დამაგიჟე. დაჟე არც მიუციეთ იარაღი. ვადო. აი ეს ჩემი დიშვილი. შენ მოიპარე ბიჭო. კი. ეს შენ დიშვილი არა? ჩემი დიშვილია ხო? ჯერ კიდე არ გაგახსნა. არ ვიცოდი. ესე იგი კაც არ იცნობ, არ იცი ვინ არის, რას წარმოადგენს. მიდიხარ და იპარავ. თუ კიდე აი ზევსის ბიძაშვილი იყოს, რა მნიშვნელობა აქვს? თავარია შენ გადაწყვეტე რომ იპარავ და მიდიხარ და იპარავ. ბიჭო, რამ გაგაგიჟე ეს ტაქსისტი კაცია? ნუ მომენტ მართალიც არის ტიპი, ანუ ვატო არ სწორედ მოიქცა მაგ მომენტში. შეიძლება რამოდენიმე საათი ჩევხდით, მაგრამ გონია რომ ესმენთი გავიცანით ძმა. აუჩები. მე დღემდე მადლიერი ვარ. ბიჭო, რა დალია ასეთი, აი ენას რო ვერ ატრია. წეჩი. მოგრე. მაგრამ გამიწყდა რა, ეს როგორ დავიკვეცინს რა. რა. არა, ეს ვაბჟაზი არ ვიყავ, ვინ იყო ძო, მაგარი გეუგებრობაა ძო. ახსენი წესიერად. საქმე, ჩემ სულზე. მე ნერვებს ავყევი რა. გასაგებია. გასაგებია. გასაგებია ძმაო, მაგრამ ასე არ ხდება. ისე მომავალში თუ გადაწყვეტ რომ ასეთი საქმეებით დაკავდე და თუ კი თვლი რომ ადამიანის გატაცება შენი მოწოდება ბიჭო ჯერ გაიგე ვინ არის რას წარმოადგენს ვისი ძმაკაცია ვისი ახლობელია მისი ნათესავები რას წარმოადგენენ და მე გადადგე ასეთი ნაბიჯი შე ტერორისტო შენ ნუ გაგულილა კაცო ასე გავა საკმაოდ ადეკვატურად ხსნის ტიპი. ტაქსისტი კაცი არ აქვს თქვენი აბა ტაქსისტი აღარა. ზოლ შეხებოდა თქო. ვერ ხვდები რომ მაგრად გაგიმართლა ეხლა? კი, სვეტში. ეს კაცი ისე რომ მოსულიყო მე ბუდიშის მოხდას ვაპირებდი, მაგრამ აპირებდი რომ სასაჭირო იყო ეს. მოიცა რა გაგიკვირდა? ანალოგიურად იმოქმედა იმანაც. ხო, რაც უდად გამომივიდა, რა, მაგრად უდად გამომივიდა. ნუ, კაი, ბოდიში მოიხადა. ზოლ შეხებოდა მეთქი. კარგი, სუდად გამომივიდა ხო თქვა. კაი. მოიწმინდე და გამომყევი ჰაერზე. ჩემი კაი სასახეა. ნუ ხო. ეს ტიპი თუ უშველი სახლავატოს. აუჩემი. აი ამ რეკლამებს ვინ უშველის. ჩვენი შეხვედრის შემდეგ ბევრჯერ გამხსენები ხარ და ყოველთვის სიხარულით და იმედით მავსებდა იმის გაანალიზება. რომ კიდევ არსებობენ შენისთანა წესიერი და კეთილსინდისიერი ხალხი. ამ რთულ და დაუნდობილ და დედა აფეთქებულ სამყაროში. კი. აი ესეთი წარმოდგენა მქონდა შენზე. მაგრამ ვის დავეკარგე თურმე სადაო ბანაო გიჟი არ ვიყო. ჩამოყალიბებული ბანდიტი ყოფილიყარ შენ ხულიგანო შენ. ბავშვი როგორ ყავს? ბავშვი კარგად. მეც კარგად. შენი წყალობით. კი. ასამ მერა. შენ როგორ ხარ? სოლშვილი როგორ ყავს? რაც შეხება მაგას. ისე არ მოჩვენებს ბავშვს. და ვა. ვერ დავაგდი. არეული ვარ მაგარი, მაგრამ ამერიკაში ვფიქრობ დაბრუნებას. როგორ შეგიცვლია პლასტინკა? კი. რა ვიცი აბა, სოლშვილიო, წყნარი ცხოვრებაო. აუ ახარ რო გადააფიქრებინოს ვატოს. ესე დავაგდა რა. ამერიკაში წასვლა, ჩემი. რა მაგარი იქნება.
შენ ვინახარ ბოლო არ მეტყვი? განაბი ხარ თუ ვინახარ? მე დათო რო ქვია იქ მაინც გავიგეთ. დათო. ხო, სახელსაც არ ამბობდა წინაზე. დათო. დათო, ნო, დღევანდელისთვის ბოდიშ ვიხდი რა. და გადაეცი რა იმის დეიდაშვილი. თუ დიშვილია. დიშვილია, ოხ, მე მაგის გამიმწარა მაგ ბავშვმა ცხოვრება. ბატონსაც. და ეს მართლა გეია? უი. გეია. აუ, ახლა დაუძახებ და ხელი ჩამოვარდე. თუ გინდა ხელს ნუ ჩამოვარდე, ვისე სიტყვიერად შეუძლია. ნანა, ბაზარია. შეგიძლიათ ჩამოვართო, რავი. ოღონდ არ მოტეხოთ. აკაკი. მოდი. აბა. შერიგება. ეს. ჩემი, რაღაცა მიდი. არასწორად დამთავრდა ეს შერიგება. ბებო, ჩემი კარგი, არ დანა მაჩვენეს. რა დანა ბებო, რის დანა? მე რა აი, ვიცი, ზაკა. დანა ბებო, რა ვიცი. რა დანა, ბიჭო, შეშიქო არა. არემ ავტომატი წამოიღეს ჩემისა. ამერიკაში გვაქვს? გაგიკეთებენ ტრაქში მაგდანას და დაგვიჭერენ სულ ყველას. მე რა ვიცი. დანის გარეშეც დაგიჭერენ, როჭას მივიყავით. დანა, სადვარ ნამყოფი, ო. ბიჭო, შეუმადურო შენა. თურქეთში არ მყავდი ბიჭო წაყვანილი? აუ, დაიწყო. რა თურქეთში ხავდი? ო, აბა სად მყავდი შეჩემო? ეგ ბიჭო იყო ის რა 4 წლის ვიყავ. ეგეც ვიცოდი. თან მანქანით. და თან ოპერაცია გამიკეთეთ ბიჭო. შენ რა უმადური კაცი ხარ ჩემ. ერთად შენი სახელი ჭირდება. ოღონდაც ესენი ჩააღწევდნენ ცოცხალი იქამდე და სხვას არაფერს არ აქვს ხო უფალო. შენი სახელი ჭირიმე უფალო. შენ შემოგევი. ბებო, რა ხო გითხარი დედას რო გიცნო ბებო, იმიტომ ნერვიულობ. ნუ ხო. კი არაფერზე ნერვიულობ. მართალიც ხარ რო ნერვიულობ. სახელი ჭირიმე უფალო შენ შემოგევი. დედა, ჩავალთ, გამოძრავდებით პატარას. ხო იცი რა ნაცნობობა მყავს აზები. დახვდებიან. ვინ დახვდება შვილო იქ ამერიკაში ვის იცნობს შენ ვინ უნდა დახვდეს დედა ვინ? ვინა და ქუჩა დამხვდება არ იცი შენ ვინ დამხვდება. სპარტაკა დავხვდება. დედა სპარტაკა უი, სპარტაკა. ანუ შენი ჭირიმე დაიფარე ესენი სპარტაკა რომ დახვდება მაგაზე უფრო აი რას დაფტირი ხალხი ჭირს. ჩემი. სადმიდიან ეს უიცები ასე უპატრონოთ სადმიდიან ჩემი. ბებო თბილები ხომ ჩაალაგე კი ბებო. დედა როგორ ჩახვალ მაშინვე დამირეკეთ თუ არა არა ხო იცით როგორ ვინერვიულებ ხო იცით გირეკავ ეგრევისა ცოტა ხშირად რო ჩვენებინეთ ლეილა, უკეთესი იქნებოდა. აბა ეხა ჭიანად იყავი. რა მოგიგზავნი იქიდან $20 ბებო. კომპეტენს. ანეზე იარეთ ბებო ნეზე იარ. წავედით ეხა წავედით. რუსლან, აი მე. იცი რა შემჭირდება. ბიჭო, აი ამერიკაში რა ჩავალ, აი ყველა წილი მე მიყურებდეს და რას პიკეთებს. ვარა თესლურა და კვარცხლილობაო. აი რა. ხა უნდა მიდიოდი ამერიკაში, ბიჭო. მთელი ქალაქი შენ გისმეს. ყველა შენ გისმეს. მაიცა ძმა 2 ლარს ვერ შოულობ, მაიცა რა. შეგიძლია ბიჭო, ბიჭები კონცერტი კაბო, და იმასნაირად მოაწესებინე. რავი რა. მართლა დუდამოა ეხა ჩემთან. თუ და ქსელი და შენთან საერთოდ. იმედი ასე არ დარჩება ზუგასთმები, ცოტა იმას წავს რო გაუშვება. მე მაგ ჩემი აიწევა ზემოთ. ხე რო ჩავალ, იმენა ერთ წელში თუ ნახეთ ვარ დავაჩოქო ყველა ამერიკელი რეპერი, შენ მიბჯომი ვინ გონი ვარ. აი, ვისავლი და დასმაუტნავ გასვა. რა უნდა? ბიჭო, მგონია რომ აქ დარჩი რა. მეც მგონია. და მოიხოდები როგორც ისინი მოიხოდნენ რა.
საინტერესოა რომ ჩემი ძმა მიდი რა მაგ საინტერესოა რომ სამივესთან ვატოსთანაც ზაკასთანაც და ზუკასთანაც გვაჩვენებენ რომ ვიღაცას ყვებიან ის ჩვენი ბიჭები რომ ამერიკაში მივდივართ და ისინი ცდილობენ რომ იმას ქნან რა ქვია ანუ დაარწმუნონ რომ არ წავიდნენ გადააფიქრებ რავი ენი რა საინტერესო პროსტა რომელს გამოუვა გადაფიქრება და რეკლამა როდესაც ზიგმაში იცხოვრებ შეიძლება ვერც კი შეემჩნიო რამდენი დეტალი აუმარჯოს რუსლანი. დუდა დუდა ჩემი ძმა როგორ ახლა დუდა გაუმარჯო ზმაო ბოდიში ძმა ბოდიში დუდა გაიცანი ეს ზუკა ხო ნუდა. არ მჭირდება შენი სახელის შეხსენება ძმაო გიცნობ მთელი ცხოვრება და მევასები მაგრად შენ ზაზაც ციბოც ქრისტიც რავი მთელი ქსელი ძმაო მე და დიდი პატივისცემა და მადლობა ძმაო გაიხარე. მე ვაზრობ ის რეპერი თუ გაგიგია შავი ის რეპერი ბაზარი არა, ეხა გამახსენდა თო. კი, მომისმენია შენ ტრეკი. მერე გაგისწორდა კი, თო გამისწორდა. აუ აი რამდენს ნიშნავს წარმოვიდგენი ახლა ზუკა რო გადის და ტიპი ამბობს აუ რა ფანცი რეპერია გაშალიჭო ციახლეები სადაა ბიჭო, სერიალს ვიღებთ რა, ზაზა რეჟისორი. და მეც იქ ვარ რა. რა სერიალს თო არ გიყურებია? ახლა მართლა არ გია ხო არ რა ქვია უსაშველოები. გადავობთ ეგ ის არა დაღლებულ მაგაცებზე რომ ამერიკაში რომ ვიდიან ვისენდობიან ხო არ გადავ რა შეიძლება ხდება აი ეგეთი საძმაკაცო რომ მყავდეს ჯერ მაგათ ავაფეთქებდი და მე რიმენა თავს ავიფეთქე კარგი ახლა ეს უკვე დავეტანია რა შეიძლება კარგი ის კიდე გასაგებია ზუკა რო ამბობს ზაზანოვზაძის სახელს და იმას რა ქვია ხაჩო ზურაკეფშიძეს სახელს ამბობს ეგ კიდე ცოტა სასაცილო პონტია ხოლმე მაგრამ ეს უკვე სერიალისთვის ნამეტანია არ ფიქრობთ მაგრამ ჯანდაბას ჩავთვალოთ მაინც YouTube სერიალია და რავი სერიალია ანუ რადგან სერიალს რეკლამა იმავე სერიალში არა კაცო ჯიგრები არიან მევასებიან მაგრამ ვისენდობიან ხო არ აჰა ვისენდობთ აი სერია ეხლა მე ნაცვლადები მაქვს დანახი და მე ჩაუჯდები კი ნაცვლადები მაგისტრალი ხარ ძმაო აუ საკონტაქტოები რომ გავცვალოთ ვიძმა კაცო ძმაო ბაზარი არა. მოსულა. WhatsApp-ი გააქვს არა, ვაიბერი. ბაზარი არა ნომერი გამოუშვი აუ მაგრა გამისწორდა ძმაო შენი ნახონარდა ვახუნა მიდი რა დაგაზე იქ სადაც გითხარი რა დათო მადლობა რა გუშინდელისთვის ცოტა გამოფხიზდა კაი ბიჭო კაი ნუ დამღალე ამ მადლობები ეს რა ოჯახი კორნია შემოვევლე მაგათ ვენაცვალე ისე შენ მე დამიჯერე რასაც გეუბნები და შენც წინ იქნები გაიგე ხო მაგრამ რა ვქნას სუის მახსენდება რა ხوارზე ხარ ესე გურა აი ბიჭო გაანები ამ გურამდე ვიღაცა დავიგე რომ გაბრაზებული ხარ მაგრამ იმ გოგოს გადასახედიდანაც შეხედე რა სვეტში ადამიანი გელოდა და ბოლოს დაგშორდა იმედი რომ გადაეცურა და აქშორდა და 12 წელი ცოტა კი არა რაღაც ამერიკაში სადღაც თან ბავშვი რო კანადაში ხო აი კანადაში თუ მიწერა დაშორდი გურამს ხო რა მნიშვნელობა აქვს ბიჭო კანადაში თუ ამერიკაში თავარია რომ ერთმანეთთან ფიზიკური შეხებაც კი ბიჭო მომისმინე მაგათ რომ რაღაცა ქონოდათ ერთმანეთში მე ამ თემაზე საერთოდ არც დაგელაპარაკებოდი ძმაო მოკლედ დაანებე რა ამ გურამა თუ ვიღაცაა თავი რა ორავი რა დამიჯერე რატო ეხლა რასაც აკეთებ ძალიან სწორად იქცევი რა უნდა მიხვიდე და დაემშვიდობო ამით შენ თავს წემ პირველ რიგში პატივს ხო უნდა მიხვიდე და დაემშვიდობო აბა არ უნდა დაემშვიდობო არ უნდა გააგებინო რომ მიდიხარ აუ არა ეს თუ მართლა ეგრე მოხდება რომ რატო დაემშვიდობო ელენეს გამო არ ვაკეთებ ბავშვის გამო ვაკეთებ ბავშვის გამო და ელენეს გამო ნუ ხო ორივეს გამო მართლა სამას აქ უნდა შეუხვიოთ ხო სადღაც ბახუნა კი აი მარცხნი
აჰა. მადლობა რა ყველაფრისთვის დათო რა. აი ბიჭო, კაი, დამღალე ამ მადლობით რა. მიდი გადადი და მოაგვარე ეგ ამბავი ახლა. დაელაპარაკე და მე დაგელოდები, არ მეჩქარება არსად. მიდი. აუ რო ჩამოვა. აეროპორტში დამაგდე რა. რა? გაცვალეს როლები. როგორ მომენათა. ახლა დათო ატარებს ვატოს. როგორ მიყვარს ჩემო პატარა. გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა რომ სამშვიდობების საშუალება მომეცი. არაფერს. წამოეზოში გამოსა. აი ელენე ვაფშე არ ელაპარაკება. ნუ ელაპარაკება, მაგრამ ვხედავთ როგორც. რეკლამები. ეს კონი თავის სისტემთებდება. ჩვენ დროს აი ეგეთი ამბები ხდებოდა ხოლმე სკოლაში, ისი რეებს ვაკეთებდით რა, და კლასელები შევიგრიბებოდით და ერთ-ერთ კლასელს ჩანთაში ჩაუდევდით პარკეთს მაგალითად. ერთხელ ვაშლი ჭამე გადავაგდე სასწავლო ნაწილს მოხდა თავში და გამაგდეს სკოლიდან მამა. აბა, ეგეთებიც ხდება ხოლმე. როგორი ეზომა? ითამაშებ ხოლმე. ძალიან მაგარია. სად ვართ? მაგას ცოტა ხანში გაიგებ, სიურპრიზია. სტუმრად მივდივართ? ახალ სახლში, ხო? რა ცოტა მა და ჩემო სიცოცხლე. წამო მამა, წამო. მოიწამო. მოდი ეს გაიგეთე. რატომ? ხო გითხარი სიურპრიზია მეთქი. კარგი. ესე. სულე არ მომატუო ხო არ ჩანს? რამე? კაი, წავედით ნუ. მე გამომყევი. ჩემო სიცოცხლე. წავედით. ფრთხილად. არ წამოკრა. მოდი. აჰა. რა? აბა როგორია, მოგწონს? რაზე მეკითხები? სახლზე, დაათვალიერე. ძალიან მაგარია. ხო და შენია. ხო და ეს არის შენი ახალი სახლი. მართლა? მართლა. აი, ეს გასაღები. დღეიდან შენი. მადლობა, მა. არა ეს კაია. ელენისაც გავხარდა ძალიან. ნუ რა თქმა უნდა ახლა ვატო რო უყურებს ცოტა ისეთ სახეს მიიღებს. აი ძლივს მიჭირავს ჯოინტი ბიჭო, შენი გამო ბიჭო, ისე დავიწვი, აი ამას კარგად უყურე. კარგად უყურე შენი გამო. ცეცხლით რო წაიგდა. ნორმალური ხარ შემომხედე, შეჩემო ვერ დავდივარ, ვერ ვლაპარაკობ. და თითითო. ხავს ნუ მაწოდებ ბიჭო. მალე ჩამოვა. ნუ ხო, კიდე კაი რო გადარჩა. ჩამოვამეთქი, ხო იცი რომ გვეჩქარებათო. ანუ ვაფშე შენ ადი და უცებ მოყომარდითო. მამენ ვინ შეგიშვებს? შენ რა გითხარი? ჩამოვა, ბიჭო, და შენ ეგრევე გადი რა, რომ ჩამოვა. მაგარი გაღიზიანებულია ისედაც, თო? მე რა შუაში ვარ, მე რა დავაშავე, ბიჭო, მე რატო ამიკვიატა ამ გოგომ, თო? ბიჭო, რა და იცის რა, რომ ის გოგო შენ კაროჩე, რომ ჩამოვა, გააჯვირებს, ახსნევინებ, ვერ ვლაპარაკობ, ვერ ხედავთო. ახ კი. რო გიხდი? ხელი, თავი არ გამალახინე, მაგრამ ტკივა, ბიჭო. მოწევ? არას მოწევ, ბავშვები ჩამოყავ. სანამ ჩამოვნე, არა. დარტყი, იცი რა ტისკი, რა სერიოზულად. არ გონდა. მაშინ შენ უმაწევ. ოღონდ, აი, კარშემი. აი, კარშემი. ჩამოვლენ ახავად ხო ბავშვები, კესანე. დაგიმოვა. ერთი. ჩემი უსაყვარლესები ვინ არიან? ვინ არიან ჩემი პატარა? ჩამოვიდნენ მამას პრინცესები. ჩემი ძმისშვილები. პატარა სადაა, თო? პატარა ზინავს და შენ გამო არ გავაღვიძე. მოდი, ჩემ. ყველაზე ლამაზი რძალი ვინ არის? მოდი ჩაგეხუტა. როგორ ხარ? როგორ ხარ? როგორ ხარ, გოგო? როგორ ხარ ეს? შენ გრიმიორზე კარგად ზუკა.
ვიზე, მოიცე ტელეფონი მირეკავს აუ, ჩემი ახალოწული ისა. გადი, გირეკავენ, გადი. გოგო, ძალიან დავიკარგეთ, თო მე კარგად გნახავ, თო დავილაპარაკე. გადი. არა, ზუკას ამ სეზონში რაღაც ძინავს, აჭირს. მიდი თითქოს და აღარ ეხალისება ზაზას ამ სერიალში თამაში. დაიყო, სახშიც აღარ მიშვებდო. აბა გოგოებო, ეხლა მამიკო უნდა წავიდეს, თქვენთვის და დედიკოსთვის ძალიან მაგარი საჩუქრები იყიდოს და ჩამოვიდეს, ხომა? მამალა ჩამახვალ. ძალიან მალე ჩამოვალ, მამი. როცა პოლიცია ჩამოიყვანს. ყველაზე მაგარ საჩუქრებს ჩამოგიჭირ. ზოგ პოლიციასაც ჩამოიყვანს, პოლიცია აქვე დაიჭერს. პაზლებს ვიყიდი. ანეგან მეორე ვარიანტი, რა ვიცი. წესიერა შეუზრდელოს. რა თქვა? აზლებს? დედას არ მოუტყვა. წესიერა შეუზრდელოს შენ. მამალა ჩამოდი რა. ვაიმე, მამას პრინცესა, მოდი გაკეთე. სავარაუდოდ პოლიციის ამბავს ისევ არ გაიმეორებდა. მანამდე დედიკოს გაუჯერეთ და მოუფრთხილდით, ხო? მოდი ჩაიხუტეთ მამიკოს, მოდი. ვაიმე. შენ გოგო, მოდი კაკოცო. ვაიმე. ვა. მიდი დედიკო აირბინეთ სახში და ამოვა, ხა? მიდი. შენ არა ხვიდე რა, ერთი წუთით ვილაპარაკოთ რა. არაფერი არ მაქვს, მე შენთან სალაპარაკო. კაი, რა გჭირს? კაი რა. მე კი არა, შენ რა გჭირს, საცოდავოშე. აუ, ვიცი რომ მაგრა ჩავიკუკე შენთან, შენ თავს ფიცავებ, მაგრამ აი მართლა არ ვიცი რა, როგორ გამოვისყიდო ეს აქციები. მაგას ვეღარ გამოვისყიდე. აი, გოგო, ვიღაც ნაშა იყო რა. აი, ხა მაგაზე საერთოდ ნუ გამელაპარაკე. იარ, გელაპარაკები, გიხსნი, კესანო. ხო და გლდანის ციხეში და უბანში აუხსენე ვიღაცაც რაღაცები მე თავი დამარები და წადი სადაც მეკითხა. შენ გამომივდი, კესა. ხო, აი სულ ჩემზე ფიქრობ შენ. აბა, ვიზე. არ ვიცი. მაგრად გეტყობა რომ მე მithვალისწინებ ყველაფერში. აი, რა გოგო, აი, სამი თვე. მართლა არ ეტყობა. სამი თვე ამდენი. მე უკვე მაგრად ვიკიდია რა, შენაც რას იზავდა როგორ იზავა. აუ, ამ ხელაგზაზე, ხა ეს ვიჯოფილული, არ გამიშვა რა. დაიმითხარი, ე. მითხარი კი არა, იმაკოცი როგორ. შენმა ნაშებმა გითხრა კაი რაღაცები და გაკოცა მივუძე. ისა ჩემთვის ხო ის მალე განმოაჯვი ხა ბიჭო გველოდი მეთქი ხო გითხარი თო კესა იზვინი რა მაგრა გვეჩქარება გოგო არი ნერვიულო იმენა ლიჩნად მე მივხედავ გოგო მაგას წადი რა წადი გაყევი რა ის ბლუყუნის მოსმენის ნერვები არ ვქრა ამას მოგამ კესა ის კაი რაღაცას ვეუბნებოდი შენი კი არა ჩემი კარგი მოხდა თქვენთან ძმა კაცო თქვენთან ძმა კაცო ექსპრედენცია შენ არ უნდა გქონდეს კივი რა დროს თამაშებია ბოატოს რო გქონდეს კიდე ბესმის მარა კივი ბიჭო ეგ კი არა პროჯას დაურეკე რა დროზე რა გაფრინდა თვითფრინა მომაფხიზლე და დაურეკავ ხო ლადო არ გავმაზოთ გავმაზოთ თო არა გაგჩარიცხული არა ვა გარიკა გაიჩნდა დაროვა გარი დაროვა ვა გარიკას იცოცხლე ბიჭო რაღაც რო გთხოვო გარიკ რა 5 ლარი კრისტალზე ჩამირიცხე ჩემი ძმა თუ ხარ თუ მაღაზიისკენ ხომ მიდიხარ აი ეს გარიკ 3-7-იანი უნდა დაგიწერო ზაკა 3-7-იანი რა ხო გახსოვს აი კარჩე 8 კუში უეჭველი ვიცი ძმა რამდენ ხანში ისწრება ბიჭო თამაში მას როდის მივა ბიჭო გარიკ ცოტა შუსტრად ჩემი ძმა რასაც რა ხდება გამარჯობა გაზიდან ვარ მერე გაზის მრიცხველი უნდა შევამოწმო 2-3 დღის წინ იყვნენ უკვე და კი ბატონო უბრალოდ გაჟონვა იყო და ყველობინას ვამოწმოთ აუ შემოსაყვარებო ეხა დაგინახე კი წამი გაგიღო აუ შევი ესე საათი ამბავი აუ სავო ეს იმის და ხო არ არის სამ
პარასასი. ცებრული გამოვიდა და მანქანაში შდება. გაგავით და სადაც გაჩერდებიან დახმარებას ხაჩო? ხაჩო ლაპარაკობდა? გასაგებია. თუ არა. წავედით. რა ხუთვა ბიჭო ეს რა არის? აბა ბიჭო. ლეილა. კაცრავად ქალბატონო. ზაკა კერვალიშვილს ხომ არის მოგთ? რა ზაკა? ზაკას დედაც მოდი. ინ არის ზაკა? საგო. ხა ეს დასაჭერია. აბა რა არის? 10 წუთის შემდეგ რა ხდება ჩემი კაი? მინდა ყველაფერს ვაგვარებთ უკვე. როზე რა. ვიხარ ბიჭო რა გაგიხსნი. გააჩერე მანქანა. ვინახარ? მიდი ბიჭო და აგიხსნი, ეხავე ვინ ვარ? დამშვიდი ხა, დამშვიდი, ბრო. შედიტო. მე შედი გადამა ნახო რა. მიდი ნახე რა ხდება. ჰეკ. ცოტა ცუდად დამთავრდა. გაუმარჯოს? გაუმარჯოს? რა ხდება აქ? ზერნის გამოვყევით ოპერაციას ვატარებთ, ხელი არ შემუშავოთ, საქმეზე ვარ. არც მე ვარ ხვიჭუკების მოსატყანავად, საქმეზე ვარ, ძმა. უკაცრავად? უკაცრავად? რა მე ლაპარაკი. ვიხარ თქვენ? და შენ ვინ ხარ? მე? ხო. დინდა ახლა ქსივა აგაფარო სახეზე. ხო, ვაგზელებთ 3 2 1. რეკლამა არ იყოს ახლა გავაფრენ. დინდა ახლა ქსივა აგაფარო სახეზე. ქსივა აგაფარი ააგერი ბიჭო. კაბავში, სალბოშო, ვინახარ? და შენ ვინ ხარ ბიჭო? როგორ? შენ ვინ ხარ ვით? მე ვინა? შენ დააჯექი. ხო, მოიცა. ხელი. შენ უკან. შენ ჩაცი. მე ვინა? ხო. უკან ბიჭო, რა ხდება? ხო. აი, ერთი ესეთი, უკვე მივაგდე პროჭივი. აი ამას მიხედავ შენ, როგორც მოვილაპარაკე. ბიჭო, სტოლი მე ჩემი გამჭირდება, მაგრამ მოიცადე ერთი წუთი რა. ჩემი ზმა. შენ გარაში ეს როლე ვისაც გინდა, თო? მომესმინე ძმაო, აქ ერთი ტყვია რო გავარდეს, ვაფშე ყველას დაგვიჭერე. 100-დან 500 ბოზია, თორე ამას სადაც გინდა ეხლავე სასაფლაოზე. სადაც გინდა ჩემწირა. როცა გინდა და სადაც გინდა იასნია მივხედავ. იასნია ხო? მიხედე ძმა. აბა, მიდი მანახე რა შე. დავაი, მიდი. ეხლა ვეტო. აბა რა მიდი. ეხლა ვეტო. მიდი. შენ მომიწმინე დაწყნარდი რა მაგის დედა შევესი დავსხდეთ და კაცურად ვიბაზროთ ბიჭო კაცურად არა როგორ კაცობაზე როდიდან დაიწყე ლაპარაკი ბიჭო ჩემი ძმა ხურცრო ესროლე იცი მე არ ვიცოდი აუ რამდენს ლაპარაკობთ ეხა კაცი მოგიყვანე ჩაგაბარე ცხوارებით მიხედე თო მივხედავ არ გიგეყოფათ ჩემი დედა სიმღერებში რო იცახი გესვიო მიდი და ჩემი გაიზე სრი ეგრე გონია ბიჭო აუ რა ტრაქს აქ ჩემი ხარში ვა ტროლა ბიჭო რა რა ჩენდება დაგაკმაყოფილი დაგვიშვეს მაგის დედა შევეს იტო იცოდე მეორე ჰაერში აღარ გავიშვე ეს რა მაგადრე ბიჭო შენ წუიდა რა გადამიყოლო ბიჭო ეს რა გააკეთე ბიჭო რა შენ გოლია მე იარაღი არა გაწყნარდი თო რა ხდება შევიდა სახელი გამახსენე ცოტნე მოდი დამკორტნე ბიჭო ვაუ დედა მოტყნობს მუხსი მოაწყეს თუ მუხსი მოაწყეს და გაიქცა შენ დაპატიმრებული ხარ ხი არ მოიწონს
არა, არ ბიჭო, რა ზაკას დედასაც ეს ბაჩუკია. გოგოლაური რა გჭირს? ცეკვა არ არის მარტო შვილო მოძრაობა, ცეკვა არის ემოცია, ხასიათი. ძალიან გთხოვ რა. ияშვილი, მაჩვენე ხელი. მაჩვენე. მეტი სინაზე, მეტი ქალურობა, მეტი აი ეს ყდემა, ქართული სული, ქართველი ქალი უნდა დამანახოთ. გესმით? დოლი, მოვემზადეთ. 2, 4, ი! წავიდა. კარგია. კარგია, ქალური ხასიათი. სინაზე. სტოპ, შეისვენეთ, ияშვილი იმეცადება. ცეკვას ასწავლი ძმაო? ცეკვას ვასწავლი კი არა ბიჭო, ჯანმრთელობის ცნობებს ჩაიხედე. არა, რა იყო რო? არა, ჩაიხედე. რო ჩამიხედე, რას გავიგებდი, ექიმი კი არა ვარ ძმაო. ბიჭო, დღე-დღეზე გაიტრუპება 5-ვე ისე დღეში აქვთ ორგანოები. საიდან მომითხრია ეს ბომჟები? რას ვიძახიდო? გეფიცები. არ ვიცი. აი თუმწოდნო და? აი პროჭე ვიყო რა. არ ხარ რო. მოკლედ. თითოში მიიღებ ნახევარს. ბაზარი არ არის ძმაო. ეხლა ხო იცი ისედაც ფულზე ლაპარაკი მე, მაგრამ მე უხერხულება ეს ტიპი არა ვარ. კი. მაჭრობა დავიწყო რამე. და მეორე, იქ რო ჩახვალ ფრთხილად იყავი, ხო იცი უდაბნო და ნაღმულია. ვიცითო, პირველად კი არ მივდივარ. სულ ცეკვით უნდა ჩავიყვანო რა. ვაუ. კაი, შევედი. დღეს საქვალ მოქმედო ღონისძიება გვაქვს. თუ რამე გაგიჭირდა WhatsApp-ზე მომწერე. WhatsApp-ზე. ბაზარი არ არის. რა WhatsApp-ს უკეთებენ ეს რეკლამას? მე ხო არ ჭირდება, მაგარი ბიჭი ვიცი, აი დოლზე უბერავს ძალიან მაგრა რა. ბიჭო, შენ მე მართლა ცეკვის მასწავლებელი ხო არ გონი ვარე? არა თუ. ამაგრადო ჩაწოლილ ხარ, ხაჭო აქ ვერ უნდა გიპოვოს თო. ხო ხარ განაბურად, ჩემი ძმა. რა, შეცვალა იმ ნაბოზوان მაჩვენება თუ არა? ბიჭო, რა შეცვალა, ნახევრად ტრუპი რომ მომითრიეთ რა. რა იყო, რა მოხდა თო? რა მოხდა და რაც იმ ბიჭებმა ფული გამომიგზავნეს, ნახევარი იმის მკურნალობაში წავიდა და ნახევარი იმ შტერი ჯანოს იმაში რა ქვია? გირაუში. რატო თო რა მოხდა? გისმენ? აუჩი. ჩვენების შეცვალა მინდა. იცი, ამ ბოლო დროს ამ კურსში ცოტა სუდად მესმის და იქნებ გამიმეორო. ჩვენების შეცვალა მინდა. როგორ? ჩვენების შეცვალა. არ ვიცი არაფერი, ნაკოლი არავის არ მოუწია და არ ვიცნობ არავის. არ ვიცი. როგორ ათამაშებ ტრაქს? კი. როგორ ათამაშებ ტრაქს? რა ტრაქს ვათამაშებ? რა ტრაქს? ისე ვინ გაგალამაზა? არავინ არ მოვატკეთავი. ჩვენ რა გადამეყონო? აი მე კი ხოცები რა, ისედაც ვიდი შეხება მაგრამ. გეკითხა ჩვენება შეცვალეო, ბიჭო. აი მე თვალი რო გავაკილე ბაგაჟრიკში ვიჭე. დაიშე. და ვიღაცა მქონდა კავარკერვალი შვილი ვარ. და აქედან იცოდნენ ზაკა. კერვალი შვილი? ხო. გასაგებია. ნო, დედამამიშვილი. რინა არის ეს ტიპი. ესე იგი მაგითხრა. ჩვენება შეცვალეო. ნუ ხო, მომეთ მართლა მაგარი უცნაური იქნებოდა, ხა პროსტა რომ მისულიყო და მთელი ვეფხისტყაოსნის მოყოლის შემდეგ ეთქვა, რომ
აქ უნდა შვებიო. შენებას ვცლიო. Arginaro dam calcio, eh? Italiano bene. კარგი მე ახლა გავალ. და გავიგებ. ვინ არის ეს ზაკა კერვალიშვილი? აი მე ჩვენი საუბრები გაგრძელდება. ვა, კაროჩე რა საპირებდო? დავალაგე უკვე. გადავალ ჩემი საზღვარზე და ესე წავალ რა. Ясня, хочу гели ხარ, გელი ჩემი ძმა ხარ. ბიჭო, რაღაცის საქმის ყურში მინდა ჩაგაყენო. ის ტარასა რო არის, ჩემისა, ბიჭო, მოვიდა უბაში და ისეთები აკეთა, გადამრია ბოზიშვილი ვიყო. რა გამიტრაკე მაგ ტარასათვის საქმე, რაც გინა ის უქენი რა, ხო? რა არა. რა მომისმინე? ბილეთები მაქვს აღებული და მივდივარ ბიჭებთან. იმ ბიჭებთან? იმ ბიჭებთან უნდა მივდიოდეთო? იგوارე, ჩემი ძმა. ხო რა, всё. მელოდებიან საბერძნეთში. შეკრებილები არიან ბიჭები და უნდა ვნახო. გილოცავ, განაბო, ჩემოგევლე, გილოცავ. გაგიმარჯოს, ჩემი ძმა. ბიჭო, არ დალიო ეგა, ჩემი ზაპასნოი პროტეზი მან დარიყოს. ეს არის? ეგ არის, ეგ. შეკაჯიმაჯუნა შენ. საღო, ბიჭო, მაჩუკე, იმენა გვიშველი, თო. საღო მაჩუკე მართლა. აგარი კაცი. რაც გინდა მხოვე და გაჩუქებ შეგზნობას. აკეთ გაჩუქებ თუ გინდა. ვაუ. გაჯიმოდია, გიჟე. შენ მაგარი დაუთრეიმე შეხედე, რა იყო ესეთი რა გამბია, ბიჭო. რა იყო შეგუთხანი. ტანკია იმო. ეგ რა არის? გუშინ 4 ლომი მაჩუქეს. 4 ლომი. აუ, ეგ შენი ლომი გადამარტყი აგერ, ბიჭო, ნორმალურად მითხარი რა გაჩუქეს, თო? რა მაჩუქეს და ბევრი ფულები მაჩუქეს. ბევრი ფულები. თქვენ ამერიკაში მივიღეთ პულის საჯოვლელო და ჯოვლოს პული. აი მაჩუკე. მომენტ ზუკასაც შეუძლია იგივე გააკეთოს და იშოვოს ფული, მაგრამ ვინმე თუ გაგიტრაკა ეგრევე და დებილია. იასნია, ბიჭო, ეგრევე. სიაზე ვარ თუ დაგჭირდა, ხო ის გაქვს ჩემი ინსტაგრამი. ბიჭო, ჩამოვალ და ოიძი ვივარჯიშებთ მაგრამ. გეძნება, მაგრამ მიყარ ხარ ძალიან. აი, წავედი. თქვენიც. არა, გამწვარიო, თო. მოდი. აი, გამოდი, მე უარ შეგიძლია, გადი, დავაი. არ ვაკოცო კაცი. აბა შენ იცი, ძმა, ჭკვიანად. მაგრად გვიყვართ ხარ, ხო იცი? წამო. ბიჭო, მაჩუკე, მომისმინე ახლა. მენდებმა თუ დაგიბარეს, აი, მოვიდნენ, მოვლენ იცოდე. უთხარი იარაღები დამადეს ხო, ძალით ჩამსვეს, გაიგე? სადმე მოიფიქრე ანდი დუბიან ჩუღურეთის მეტროსთან ჩამოხდნენ თქო და მეტროში ჩავიდნენ თქო. აეროპორტი 2-9. აბა მაგრად. აბა შენიცი ჯანზე დავხვდი. ჩემო მეგობრებო, მე ხო ვიმყოფები თბილისის აეროპორტში. მოვაცილებ ჩემს საუკეთესო მეგობრებს. სახელები არ თქვა. რომლებიც ამერიკაში მიდიან ჩუმად ჩერეს მექსიკით. წეგან პოლიცია უპირებდა დაჭერას და მე გადავარჩინე. მაგრამ წეგან რატომ მეუნებოდა? აკაჩეპერსად. არაფერი უთხრათ აქ რომ მოვიყვანე. არაფერი. ისე წარმოვიდგენია უკვე შემდეგი კადრი, მაჩუკე თიშავს იმას ვიდეოს და უკან ის პოლიციელი ეს ტიპი უდგას და რას ამბობდიო? რო დარჩენილიყავი, კაი საქმე წამოვიწყე და რაღაცაში ჩაგზდავდი. გაიხარე ისედაც ვალში ვარ შენთან. აი თუ ძმა ხარ. რა ვალში ხარ, არაფერი ვალში არ ხარ. მოშა არა, ტიპის სიკვდილს გადარჩინი, ამიტომ და ყველაფრისთვის მადლობა. კიდევ მადლობას. ესე იგი მიდიხარ. სამწუხაროა, მეგონა ვატო გადაიფიქრებდა. საერთოდ რომ ჩამოვედი მაგასაც მაგრა უნდა მოკრა. არა, ვატო საუკეთესო პერსონაჟია. შენი საქმის, შენიც. მართალია მეორე სეზონში შეცდომები აქვს დაშვებული, მაგრამ პერსონაჟის ცვლილებაც მაგას ქვია. დაჭირდება.
ჩანთები არა გაქვს. მაინც ვატოსი ყველაზე ძალიან ხო მოგიყევი. ბიჭო, აციფრენიაში მოუღევი. ყველაზე ძალიან მესმის ვატოსი. მაგარი დაბნეული. არ გისმენდა ესე იგი. აბა, ზათავართ ეხლა ამერიკული ოცნების ასასრული. დაახარო ამათმა მაჩქას ვიდეო ნახონ, რომ ვლადო მითხე არავის უთხრაო. ბიჭო, ხო ვილაპარაკეთ, არა? ჯერ ჩავდივართ ლიბიაში, მერე შტატებში. არა, აქ სად მივდივარ? აი ეს. აი, პირდაპირ. დავიდეთ ამერიკისკენ. დავიდეთ. ერთი წამი რა. აი მალე რა იყო? ჰა, ავაგვიანეთ. გადაიფიქრა? ჩები რა. რა? საჩები დო. რა ბიჭო, გადაო. არ ვადაო. საშკი არ ჩები, თბილისის ჩები? ხო. კი. ჩაიჯვი? კოშ. წადი შემიზიდა. ბიჭო, იქ იმდენი ხალხი გველოდება დო, რა ო, საჩები. თქვენ 4 საკმარისი იქნება. არ მოდი, ხა? კი. ტვინი ვინაგირია ძმაო? ო, დავაი მაჩუქე ხარსა პროჯა. კი, გადაწყვეტილი ამბავია შენ ძმობას მისმა. მომენტ პროჯექტსაც ხო აერევა რაღაც ახლა. ხო 5 კაცზე შევთანხმდა იმ ტიპებს. შლაიძე, ხო? დო. შლაიძე. შლაიძე. ახლა ვინაგირია? აჰა, შლაიძე. ეგრე გადავწყვიტეთ ყველგან. ვა, კიო, კიო. ვახში. ეს კივი. არა ძალიან მაგარია. საფო. ჩემიც მახა. ვიანო, ბიჭო. თან მარტო ვატორ იყო ჩანთით მოსული და ერთადერთი ვატორ რჩება. დროს ხო იცი ვატორი. და არა ვიცი. არა ძმაო. თქვენ იცით რა. რა მოხდა თო? იმედია ყველაფერი კარგად იქნება. წავედი. დავაი ვა. ეს კაი იყო. საღო, აი ბევრად უკეთესი გახდა ახლა ეს სერია ამ სცენის გამო. საუკეთესო პერსონაჟი ხარ ვატო. ჯიგარო! არც ასულა ჯერ. თუ მოდიხარ, მე ძვის არ გამოგართმევ. შენ კიდე აქ ხარტო. აი რაღაცნაირად. გული მიგრძნობდა. კი. ო, ესე გადავწყვიტე. ჯიგარი ხარ. სწორი გადაწყვეტილებაა ძმაო. ჯიგარი ხარ. რაო, რას მეუბნებოდი, რაში ჩაკთავო? დაჯექი მაგადა. აუ, რა მაგარია. იმედია არაფერ შარში არ რაღაც გაიხსნა. მინდა კითხო რა, მთელი დღეა. ხო. ის შენი დიშვილი. მართლა გეია? ბიჭო, კი. გეია მეთქე, ბიჭო, ხო გითხარი, რა გამიხურე საქმე? დაჯე რა. მომისმინე. ვარ დაგევასა შენ. აი რა. ცოც გაშორდა და უკვე გეი გახდა. წამოვიწყე, ნახე. ბისექსუალი, მაგრამ მაინც ესეც იგოა. ეს ედავს. აქ რა ხდება? ეს სად არიან? შევა, ნელადო. არა სიგარა. აი, თავი დავანებო. აი ეგურა, მოდი. აუ, გივის ყველაზე ძალიან გაუჭირდება ახლა. აბა, კაროჩე. მოდი. აი, ხელი დამწვარი. ნელა. აი, მთას ხო ხედავთ, აი? მოდი. შეხა აი ეკითამთ, აი. არა, ბიჭო, ეგ არა. აი, ეს, ეგ არის. კაროჩე, აქეთ აი მარცხენა მხარე რა. აი მაგას გადავალ თუ არა? всё, ბიჭები მანდარია. აუ, იქამდე რა, აი. წავედით, თო დაგვიანდა, წამო. კაი, სერიოზულად. მაინც შევძელით რა. ერთად მიდიან. ყველანი. დავივერი. ჩანთებით რო ყოფილიყავით მე ესა როგორ წავიდოდით, წახვიდოდით მაინტერესებს. აგრა დაიჭეს, ბიჭო. ცოტა ხანი გაგიჭირდებოდათ ბევრად.
პროჯ სულ ერთი წუთი ბიჭეშ ნახე აუ ფეხბურთები ხო არ დაიწყო რა დაიწყო კი არა ყველაფერი დამთავრდა ბიჭო 2 დღეა მგონი გზაში ვარ წავედი 2 დღე? აი წავა ბიჭო გაცვალე შევდივარტო იქნება დავსვიში ერთი კარი ამბავი მაინც გავიდა მეორე ხელი გაგზავნა ვიცი ფეხი შეჩემატო ვა ოკეიტა როჭა დაგველოდე ბიჭო არ მოიქეშტო ხო ხო ისე გოგიტას გაშვება ახლა არ არის კარგი აზრი ბიჭო მე არ ჩამოვ ბიჭო ვაბშე მე რო არ ყოლოდით რა გეშველებოდათ აუ ცოტა მოდი შვილო ცოტაც და დაეძრათ ამერიკელ რეპერებს წელიწადში ნიკი 2 ბაიტი არ დავიწვიო აგენახი და მე 2 ბაიტი უნდა წავიღოთ შვილო და 1 წელი ტო 3 თვე მაცადეთ და ყველა ამერიკელი ტოპნაშა ჩემი იქნება და არა მარტო ამერიკელი ვინ მაგას გივი ამბობს? ხო აუ რა ძუძუები რა ესეთი როჭა ამბობენ პუერტო-რიკოლის ნაშების მაგრები არიან კი პუერტო-რიკოლის ნაშები ბიჭო არ ცოტა აქეთ იარეთ რა გადავარ ბიჭო ვეღარ მივედი ატამან მაიტა ეს კოლგა რა ეხა ჩვენი ჯერი აღარ მოვიდა ცოტა აკურატნად ეს ხო იცი ძვირიანია დავა წავედით ლადო რა საბაბდი რა 2 ბაიტიო ალივოც კი 2 ბაიტია წასაგები ძმაო ნაკოლი მაგ თავის ატმიჩკებით და ყველა საიდანაც შვაზები ძმაო შვაზები ხაჩო რამე ამბავი ბიჭო წამოდი დაღამდათო ოხ რა მოხდათო როჭა რა ბიჭო როჭა შარდა როჭა რა პროჭის უნი გასტო გაუსმა მოპეც გასული რა ჩიტირში რა დროს რა ჩიტირია ნომერი ჩემი ძმა ალკიდი არაფერს ჩემი კაი რა მოვიდა საბერძნეთში იტო ანის რა მომენტი იყო ეკრანს რო და ნელა არ გატეხო რამე აი ვაფშე ყველაფერი ჩავდეთო აი ვაფშე ყველაფერი ცოტა ისე რა იყო გადაღებული ხო იცით მამალაუზე გააყენე ანუ ბიუჯეტი არ იყო თუ რა არ ვიცი მაგრამ ანუ ბოლოდდელი იყო თვითონ სცენა საბოლ просто რა მოხდა ბოლომდე მაინც ვეხდა აი რო ფეთქდა ტიპი მივხვდი მაგრამ წასული შე როგორ ახარ წასული კი ვარ მაგრამ გაყვეხებული ვარ სადღაც პროჩში ბიჭო მაგას მე მოგიყვები შენ არ დასულხარ საღამოს მიდიო ესენი დაიჭირეს ხაჭო რაღაც მაგას დონი ვერ მიდიხარ ჩემი სასწაული ხაჭო სტენდი ой ვერ გავიგე ჩემი ძმა სტენდი არიქა შუდად ხარ ხაჭო აბა კარგად ხوارი ამ სიტძროს ვერა ვარ კარგად რა გავაკეთო რა მოგიტანო ბიჭო ხომ შედობა მე პასუხი არ ჩამომიყვანო მა შენ გაგვიტრაგე ბიჭო საქმე თო აუ გაუთიშო რა ვის გაუთიშო ბიჭო ცოტა ტონი აკონტროლე თორე გაჭრი შუა რა დროს ეგა ნაბია ჩუდა თო იცის ხოდა მაგას გეკითხები ბიჭო მიცხარი შენ ჩემის რა ხდება ხაჭო რა ამას გაუთიშო რა გეხოჭები რა ხაჭო რა შენ საიგე და გაუთიშე მიხსენი შენ ხლეო რა ხდება მაცი როგორ არის ბიჭო რამე ხო არ ჭირდება საბერძნეთამდე ჩამახწევინეთ რა თქვენი დედა მოვთხარ ჯერ ერთი რეკლამა დაიწყო მეორეც ერთი ეს არის სეზონის ფინალი სერიოზულად 2 წუთნახევარია დარჩენილი
მაჩუხე როგორ მიყვარხარ შენ იცი კაი ბატონო მე მგონი ცოტა დალევას უნდა დაანება თავი ბოლოში ვილაპარაკები ყველაფერს ბიძი მადლობა რა ყველაფრისთვის ო მედია მორჩება ეს ჩემი პრობლემები თორე ეს ბოლო პერიოდი მგონია რომ მართლა ჯადო მაგ გაკეთებული ო მე მგონი რაღაც დაგემართება ისე აი ბაიცა გადაიწვევი გაეშვი როგორ მოგილოცო ახლა მე შენ რამ მოისა გამომართეს დამიჭირე მე გითხარ რას უნდა გააკეთო ხვალიდან შენ თავს პიცა ვარ მართლა მიიღო იმ კვეთებულის ლოცვებზე თუ რაც მითხარი რა აჰა ხვალამდე თუ ცოცხალი და ძალიან კარგზიდან მაჩუქეს გაუმარ ო თითი მოაჭრა რანაირად ტიპი ორი თითი რახტი მაშევიკაი ჰაერში ისროთა რანაირად აი სინდა შეიძლება მეცნედები დამადებილა უკვე ამ სერიის ბოლო რამდენიმე წუთმა ვახვავ ამ ქაღალდებს დილიდან ეგრევე თვალს როცა ვახევ ვახვავ ამ კადრებს სულ ერთი და იგივე კარს როცა ვაღებ ვახვავ და რით ვეღარ წავედი რით ვეღარ მოვხიე რა აღარ მეცადე რა აღარ მოვწიე ვახვავ დილიდან იგივე სცენარი ეგარი დალევა მოწევა ყომარი სადღაც ბაიცია დიდი ბაზარი ტელეფონზე ზარი და ჩახოსანი ვინ არის იკვეო და ვინ არის ნაბოზარი რომელი უბანსევასება მარტო კრისტალი ვიღაც იბრიდება და შევესწარი ელენე რატო არ იწერა მსახიობებში კარტი და თავანი სახურავზე მიდიოდა თომა ათო ეპიზოდებში იწერება არ ვიცი რა ქვია ელენეს მსახიობს თორე ვიცნობდი სიფასია $500 ვაფშე ყველა ვიცი თუ ვინ არის ჩემი უბანია მშიმავი მაგრამ ყველა პერსონაჟი კი გამოჩნდა ამ სერიაში ნუ მეორე სეზონის ყველა პერსონაჟი თორე პირველი სეზონის პერსონაჟები მაგას გამოჩნდა მე და ჩემი უბნელები მე და ჩემი უბნელები მე და ჩემი უბნელები მე და ჩემი უბნელები ვახვავ ამ ქაღალდებს დილიდან ეგრევე თვალს როცა ვახევ ვახვავ ამ კადრებს სულ ერთი და იგივე კარს როცა ვაღებ ვახვავ და რით ვეღარ წავედი რით ვეღარ მოვხიე სვეტში რით ვეღარ მოვხიე აღარ მოვწიე ვახვავ მთელი უბანი ხავის უბანი ნუ არა ჩემი უბანი ჯობდა როგორც საუნდტრეკი ახლა რეკლამა იქნება არა ბოლოში არ გინდათ რა რეკლამების დამატება იმენა შუა რეაქტის დროს იყოს კაი ცოტა დიდი ხნით მომიწია გასვლა მაგრამ მოდით ჩავიწეროთ ახლა ეს დასკვეთი ნაწილიც და დავამთავროთ მეორე სეზონი ესე იგი ეს იყო უსაშველოები მეორე სეზონის პირველი სერია და დაიცადეთ ამოვაგდება აქ იმიტომ რომ ჩაკეცილი მაქვს და შეიძლება რაღაც მომენტი გამოგჩეს და კომპიუტერი მაქვს და სადამი რა ვიცი იმ მომენტს გადავხედე კარგად რამდენიმეჯერ პროჭას სიკვდილისას და ცოტა რა ვიცი AI-ით იყო გაკეთებული უეჭველი და AI-ით ცოტა ცუდად ჩემდა ვაღიაროთ ახლა იდეა სასაცილო იყო ზოგადად მაგრამ რა ვიცი ტიპის სიკვდილის ასეჩვენება მოდით თქვათ რომ ეგ მომენტი ცოტა მე იყო მაგრამ რა ვიცი აი AI-ით არ უნდა გაეკეთებინათ ცოტა CGI-ც უნდა შეერიათ კი არა AI ვაფშე უნდა გამოიყენებინათ და უკეთესი იქნებოდა ისე მაგრამ ბოლოდნელი იყო აი ვაღიარებ მართლაც პროჭას სიკვდილს მაგ მომენტში არ ველოდებოდი და მკვდარი არის რომ მე მგონი ჯერ არ ვიცი ზუსტად მკვდარია არ არის შეიძლება გადარჩა მაგრამ ისე შეიცხადეს პერსონაჟებმა რომ არ მგონია
ზოგადად სერია ისე კარგი იყო. აი ვატომ იმენა 10-ჯერ უკეთესი გახადა ეს სერია. ვატომ და დათომ რა თქმა უნდა. ელენე ხშირად არ გამოჩენილა. აი მოდი ეგრე მიყვები რა. ელენე ხშირად არ გამოჩენილა ამ სერიაში ერთხელ გამოჩნდა მარტო თავის შვილთან ერთად და სამწუხაროა მინდოდა რომ კიდე ქონოდათ ერთი საკაიფო მომენტი მაგას და კესანეს მეორე სეზონში. იმედია მესამეში ორივე დაბრუნდება. დაძამენ იმას რაც რა პირველ სეზონში მერექნეს მიასთან, ლიზასთან, ან თუნდაც სპარტაკასთან. ახლა სპარტაკაზე სავარაუდოდ ვიცი რომ მსახიობმა ვერ მოახერხა. ანუ არ ვიცი, მაგრამ ეგრე იქნება რა გადაღება, იმიტომ რომ ცოტა უცნაურად ამოიღეს სიუჟეტიდან და სავარაუდოდ მიაც ეგრე ჰენრიც ვინც პირველ სეზონში იყო ეგრე არა უბრალოდ ანუ როგორც ანუ სპარტაკა რადგან არ იქნებოდა მაგათ ყოფნასაც აზე არ ქონდა და მაგიტო აღარ გააგრძელეს მაგრამ აი ესა რა ქვია ჩემი ლიზა ხო აი ლიზა რო დაეტოვებინათ შეიძლებოდა კიდევ ერთხელ არ ვიცი რატო აღარ იყო მეორე სეზონში მაგრამ უკეთესი რაც იქნებოდა იმას ვამბობ მეგონა ახლა ესენი რო არ გამოჩნდებოდნენ გოგოებიც ცოტა ნაკლებად გამოჩნდებოდნენ მაგრამ კესანემ რასაც ქვია იმენა არ ვიცი საუკეთესო გოგოა სერიალში საუკეთესო ქალი პერსონაჟია ვიტყვი ხელები ამიწევია ელენეც არის კარგი რა თქმა უნდა აგერ ლეილაც საკმაოდ საკაიფო პერსონაჟი იყო და რა ვიცი კიდე ვინ არის ნუ ანაზე არაფერს ვიტყვი ახლა ბევრი არც არაფერი მაქვს სიმართლე გითხრათ სათქმელი მაგრამ ელენეს და კესანეს დუეტი მართლა ძალიან მოგეწონა ამ სეზონში კესანი როგორც პერსონაჟი რავი საუკეთესო ელენეს ჯობია ბევრად არა არასწორად არ გამიგოთ ელენე მოვწონს უბრალოდ შედარებას ვაკეთებ რა რომ კესანი კიდე ბევრად ჯობია მომეწონა ძალიან ეს რაც გააკეთეს ამ გივიგსთან და ზოგადად გივი არ ვიცი აი გივიზე რა ვთქვა ერთს ვიტყვი რომ სპარტაკა ჯობდა ვერ ვიტყვი რომ ხა ცუდი პერსონაჟია მაგრამ რა ვიცი დიდად ანუ რასაც ვაკვირდები რასაც აკეთებდა სეზონის განმავლობაში შეიძლება მართლა უყვარდა კესანე მართლა ზრუნავდა მასზე მაგრამ არასწორად იქცევდა და დიდად ვერ თანავუგრძნობ მაგრამ თუ მართლა ცდილობდა რატომაც არა ანუ კი ბატონო მაგრამ მაინც ხო ანუ არის ეს მომენტი როცა შეიძლება რომ უკეთესად მოქცეულიყო და თვითონაც კი იცოდა ანუ ზოგჯერ ისეთ სისულელეებს აკეთებდა რომ რა ვიცი არ ეპატიებოდა პროსტა რა ანუ ჩემი ცოლი მიყვარსო ამბობდა და მე საყვარელი ყავდა თან მაგის გარდა კიდე ერთი საყვარელი აქვს ამასაც ღალატობო რო უთხრა ხო მაგარი მომენტი იყო ეგ მაგრამ ხო კესანე მე მაგალითად უფრო მომეწონა როგორც პერსონაჟი ვიდრე გივიკო ბევრად სპარტაკაც უფრო ვაფშე ჩვენი ბიჭებიდან ყველა მირჩევნია ახლა გივიკოს ზაკაც ზუკაც სპარტაკაც ლადოც ვატო ახლა თავისთავად რავი ზოგადად აი რო გამიხილოთ პერსონაჟები მეორე სეზონში როგორები იყვნენ პირველთან შედარებით ახლა გივი და კესანი არ ყოფილან და მაგიტომ თქვი ზუკას ქონდა საკმაოდ ისეთი გლოუდაუნი ცუდი ანუ რა დაემართა თითქოს და ზაზას ვაფშე აღარ ეხალისებოდა სერიალში მონაწილეობის მიღება ეძინა ნახევარი სერიალი ზუკასთან რა ვიცი თითქოს და უკეთესად შეიძლებოდა ეგ პერსონაჟი ეგ გამოჩენება ანუ უფრო ხშირადაც შეიძლებოდა რომ რამე ისეთი მომენტი გქონოდა მაგრამ ის მომენტი იყო ყველაზე მაგარი ზუკასი რომ ღეროდა იქ არა პირველ სერიაში კიდე ხჯანდაბას ეგეც კარგი სცენა იყო მაგრამ მეხუთე სერია იყო თუ არ ვცდები რეპი რომ მოვისმინეთ ახალი ზუკასი ეგ ძალიან კაი იყო აი
ცოტა მეტი მომენტი, აი პირველ სეზონში იმენა ზუკას რა არის კიდე, რითი იყო პირველ სეზონში უკეთესი, რომ იმენა თითქმის ზუკას წყალობით იდგნენ ფეხზე ეს ჩვენი ბიჭები რა, ანუ ვატოს გამოკლებით, იმიტომ რომ ზუკა იყო რეპერი, ზუკას ცნობდა ყველა, ზუკა მიიღო ბუასილის სწავლის რეკლამაში მონაწილეობა და მაგრად ეხმარებოდა რაღაც მომენტში ჩვენებს და აქ ზუკას და ანუ აქ ზუკას რეპის ამბავი ცოტა მესამე პლანზე გადადეს, იმიტომ რომ სერიალი პირველი სეზონი იწყებოდა იმით, რომ ზუკა მღეროდა და კითხულობდა თავის რეპს და ლაივში გავდიოდა სპარტაკა და მაგით ემაშვებოდა, ანუ გახდა პოპულარული. მაგრამ ეს რეპის აი მაგრებზეც არაფერი უთქვამთ, ის ცოტა მშვიდი, ცოტა შარიანი და შედარებით მოუკლეს აქ. მეორე სეზონის ენდინგი არ არის ცუდი, მაგრამ რაღაც პონჩი ცუდია. არა, ცუდი არ არის, კარგია. ვიტყვი რომ ცუდი ნახდად არ არის, მაგრამ პროსტა წინას განა, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ ახლა ენდინგებისთვის მიჩვევა, განსაკუთრებით მე ანიმეს ფანი ვარ და ვიცი რომ რამდენად ხშირად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ პირველი სეზონის როგორც ასეთი ენდინგის სიმღერად რო იყენებდნენ, ბევრად უკეთესი იყო. აქაც ახლა სრული ვერსია გავუშვეს 1-2 და კარგი იყოდაც, მაგრამ რავი. ასე რომ ხო, ზუკა პირველ სეზონში უკეთესი იყო ბევრად. ისევე როგორც ზაკასაც ეთყობა ეს გლოუდაუნი, ცოტა გამაღიზიანებელი გახდა ნერვები მომშლელი თითქოს და პირველ სეზონში უკეთესი, მაგრამ არა, ანუ ცოტა ახლა პირველ სერიაში იყო საშინელი, ანუ მეორე სეზონის პირველ სერიაში. დანარჩენი რავი, ცუდი პერსონაჟი არც ზაკაც მევასება მაგის გამოხტომები იქნეს, აკავარ კერვალიშვილიო და რაღაც მსგავსი ლადოსაც ჰქონდა იგივე. აი ლადო თვითონ ლადოსაც ჰქონდა ცოტა გლოუდაუნი რა. ორივე სეზონში მაგარი იყო, მაგრამ პირველი სეზონის ლადო უფრო მომწონდა სავით. მაგრამ აი გლოუ-აპი ვისაც ჰქონდა, იყვნენ ლატო, რომელიც როგორც პერსონაჟი გახდა ბევრად უკეთესი. პირველ სეზონშიც მაგარი იყო, მაგრამ აქ კიდე მილიონჯერ უკეთესი გახდა. აშკარად საუკეთესო პერსონაჟია და რავი, ვერ დამარწმუნებთ, რომ ეგრე არაა. ელენე ბევრად უკეთესი პერსონაჟი გახდა მეორე სეზონში, იმიტომ რომ მეტი ეკრანის დრო დაუთმეს და აღარ იყო ისეთი პერსონაჟი, რომ პროსტა მარტო ვატოსთან არ ქონდა კონტაქტი. მარტო რომ აი შენ არ ხარ ღირსი, რომ ჩემი ღირსი არ ხარ და ბავშვთან ყოფნის ღირსი არ ხარ და ეგეთი კომენტარები რო ქონდა და ვატოსაც შარში ხვევდნენ სულ. სეზონი რო ეგრე იწყებოდა, რომ ვატო კიდე შარში გახვიეს, მაგრად არ მევასა, იმიტომ რომ მეთქი აუახლა თავიდან დაიწყებენ მაგ ამბავს და რამდენიმე სხვა ამბის თავიდან დაწყების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მიხარია, რომ ეგრე არ მოხდა. პროჭას რო ენდობოდნენ კიდე მაგარი სისულელე იყო. სიმართლე ვთქვათ, ანუ განსაკუთრებით ლადოსგან. აი რა ვიცი. რო არაფეთქებულიყო, ახლა წარმომიდგენია, ბევრად უარესი რაღაც მოხდებოდა დარწმუნებული ვარ. აი ჩვენ პერსონაჟებს თავარ გმირებს უფრო ბევრად უარესი რაღაც გადახდებოდა თავს. მაგრამ ხო, გოგიტა აფეთქდა და ახლა ხაჩო თუ უშველის ლადოს. ელენეს და კესანეს სცენები უკვე ვთქვი, მომწონდა. უკეთესი პერსონაჟი გახადა ეს ელენე და NPC-ს, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, პირველ სეზონში მომენტებში NPC-ს შთაბეჭდილება სტოლებდა. მაგრამ ახლა ეს ასე აშკარად არ არის და glow-up-ი ჰქონდა მაგასაც და ვატოსაც. თან საკმაოდ კარგი. glow-up-ი ჰქონდა ასევე ხაჩოს, რომელიც მაგრამ ის სერია დიდად კი არ მომეწონა მეორე სეზონის, მაგრამ ხაჩო მაგ სერიაში მაგარი იყო რა, ხაჩო და ლადო მაგრები იყვნენ. და ეს პოლიციელიც აუჩემი რო იქნება, ხაჩო, იყვარს ხაჩო. და სკოსები. ზაკაზე მაგრა ვიხადავ ამ სერიაში, რომ ზაკასი ცნობ რა, ზაკას ლეილამაც რო იგივე უთხრა და თვითონ ზაკამაც. და მგონი ლადომაც. რავი.
ძალიან გამიხარდა ბატომ რომ გადაიფიქრა. ბევრად უკეთეს იქნება, მაგრამ აი აუჩემეს Tarasas დიში, როცო. ბოლოში კიდე ეგრო დაემართა ბატომ რო ესროლა. შემთხვევით რა თქმა უნდა, მაგრამ ტიპმა ორი თითი დაკარგა. მაჩუკე იყო ამ სეზონში მაგარი. კიდე მაგასაც ხოდა საკმაოდ ესეთი საინტერესო გლოუ-აპი. რაც მაგის TikTok-ერობის ამბავი მაგარი იყო. და რავი. ზოგადად მეორე სეზონი, აი ეს სერია იმდენად არ მომწონებია რამდენადაც წინა, მაგრამ მეორე სეზონი უკეთესი იყო ვიდრე პირველი. თავიდან ხდად არ მეგონა თუ ეგეთ რამეს ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა ვაკვირდებ და აშკარად კი ბოლო ორმა სერიამ განსაკუთრებით ჩათვალეთ უშველა მეორე სეზონს. მეხუთეც ნორმალური იყო, მეოთხე ხო, მეოთხე, აი მეორე, მეოთხე, მეშვიდე და მერვე სერიები საკმაოდ კარგი იყო. მეხუთეს არაუშავდა, მესამესაც არაუშავდა. პირველი იყო ძალიან ცუდი და მეექვსეც იყო ძალიან ცუდი. და მეექვსე შეიძლება ძალიან ცუდიც არ იყო, პროსტა არა, მე არ მომეწონა. მაგრამ პირველი აშკარად ძალიან ცუდი იყო. როგორც ფინალი, წავარა. კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ წავარა. პროსტა ძალიან სისულელე იქნებოდა პირველი სეზონის ფინალი რო გაემეორებინათ რა. და მადლობელი ვარ, რომ ეგრე არ გააკეთეს. და ცოტა შეცვალეს სიტუაცია. ნახოთ ახლა რითი დაიწყება მესამე სეზონი. ის ხაჩოც მეწოდება რა იმ ათხელში. და ახლა რო ვერ წავა საბერძნეთში, იმედია მესამე სეზონში უფრო გამართლებს. ბოლო-ბოლო ვატოს გამართლა და ხაჩოსაც ხომ უნდა გამართლოს. ისე ვატოს ამბავი პირველი სეზონის ბოლოს და მეორე სეზონის ბოლოს კი გავდა რაღაცით ერთმანეთს. ორივეჯერ დათო დაეხმარა. ასე რომ, რავი, დრო გამოვა მესამე სეზონი, ალბათ თავი აქთება ბარასუის ახლა. რამე კლიპი თუ გამოვიდა, ჯერჯერობით არ ეტყობა არაფერი, რო კლიპი უნდა გამოვიდეს. ყოველ შემთხვევაში ხო, რო რამე აქ ვარ, თვალყურს ვადევნებ და არაფერი გამომეპარება. საუკეთესო სერია მეშვიდე იყო ამ სეზონის და ზოგადად სერიალის. დაგემშვიდობებით ახლა მაშინ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. პროსტა ბევრი არაფერი აღარ მაქვს სათქმელი პერსონაჟებზე ვილაპარაკე სერიებზე, რომელი სეზონი უკეთესი იყო და ამ სერიიდან რა მომეწონა და რა არ მომეწონა ახლა. ძირითადად კმაყოფილი ვარ რა. ჩემი საყვარელი პერსონაჟი რო ვატოა, ეგ ისედაც იცით ახლა. რანკინგს მე მივხედავთ, მესამე სეზონი იქნება. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები და სარის გააქტიურებაც არ დაგეზაროთ. გემშვიდობებით, გნახავთ სხვა დროს, შემდეგ ვიდეოში. მადლობა ყველას, ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.